გამარჯობა. ვიდრე დავიწყებთ საუბარს ბაშპლემის ფილის B ჰორიზონტალური ხაზის პირველ სიმბოლოზე, აი ამ სიმბოლოზე. გავუწყებთ, რომ ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტები, საკურთხევლის წარწერა ქართლოსიონ მუნულუ, თიხის ლარნაკისა K2 ერთეული LB და სვეტიცხოვლის იდეოგრამებით ზოგიერთ სურს გამოიყენოს საკუთარი მიზნებისთვის და ამ სიმბოლოებზე რაღაც რიცხვითი მნიშვნელობების მისადაგებით წარმოაჩინოს გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტების საკითხვის არაზუსტი ვერსია. არ არის ცნობილი, რომ გრაკლიანის წარწერის 3000 წლის წინანდელი ქართული ანბანში რამდენი სიმბოლო იყო და რომელ სიმბოლოს რომელი რიცხვითი მნიშვნელობა მიესადაგებოდა. კარგად დააკვირდით. ანუ თუ მხედრულში პირველ ასოს მიესადაგება რიცხვითი მნიშვნელობა 1, მათ გონიათ, რომ ასევე იყო გრაკლიანის წარწერაშიც, რომელიც 3000 წლის წინანდელია. გამეორდეთ, თანაც შერეული, სადაც წარმოდგენილია ასომთავრული და მხედრული ამ სიმბოლოები, რაც დადასტურებული გვაქვს არგუმენტირებულად სხვადასხვა ისტორიული და არქეოლოგიური წყაროებით და ამ რიცხვითი მნიშვნელობებით იღებენ რაღაც მოგონილ ტექსტებს. ანუ ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანის წარწერის რამოდენიმე სიმბოლოს აღიარებენ მხოლოდ, დანარჩენებზე არაფერს ამბობენ. თითქოს წარწერაში ეს სიმბოლოები არ ფიგურირებენ და იღებენ თავისთვის სასურველ სიტყვას, რომელსაც შემდგომ უსადაგებენ რიცხვით მნიშვნელობებს და თხზავენ ზღაპრებს. თანაც ამტკიცებენ, რომ პირველმა გაშიფრეს საკურთხევლის წარწერა, მაგრამ არაფერს ამბობენ თიხის ლარნაკის წარწერაზე, რომლის ორი სიმბოლო გრაფიკული გამოსახულებითა და დათარიღებით იდენტურია საკურთხევლის წარწერისა, რასაც ჩქმალავენ იმისათვის, რომ თავიანთი უაზრო და არაარგუმენტირებული ვითომ გაშიფრვა დაადასტუროთ. მიჩქმალვის მიზეზი გახლავთ შემდეგი. ერთი დათარიღებისა და ერთი და იგივე გრაფიკული სიმბოლოების ფონეტიკური შესატყვისები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ზუსტად გაშიფრვის შემთხვევაში უნდა ვიღებდეთ სიტყვას იმ სიმბოლოების საერთო ფონეტიკური შესატყვისებით, რაც მათ შემთხვევაში დამალეს. ჩვენ შემთხვევაში კი არგუმენტირებულად არის დადასტურებული. ასევე არაფერს ამბობენ სტელაზე, რომლის გაშიფრის მიმდინარეობა როგორც ეტყობა საერთოდ ვერ გაიგეს არაკომპეტენტურობისა და უცოდინარობის გამო. აი ამიტომ არ გვიწერენ ოფიციალურ დასკვნას და ყველა მხრიდან გვიტევენ, რათა ლომების ნასუფრაზე ტურებივით ინადიმონ. ბოდიშით ამ გამოთვლისთვის თქვენთან ვთხოვთ ყველას, არ გამოიყენოთ ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტების ბაშპლემის ფილის ტექსტისა და სვეტიცხოვლის წრიული ფრესკის მასალები, რომლებიც დარეგისტრირებულია შესაბამის დაწესებულებებში და გაგვაჩნია მატერიალური სახის დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენთ ჩვენს ერთ-ერთ ვიდეოში და გთხოვთ უყუროთ. ვერავინ წაგვართმევს ამ აღმოჩენებს, ნუ ცდილობთ. ჩვენ დავეკონტაქტებთ ამ ფსევდონიმით საჩინო გრაკლიანს და ოფიციალურად გავაფრთხილეთ, რომ არ გამოიყენოს ჩვენი გაშიფრული მასალები ზემოთ ჩამოთვლილი კვლევებიდან. ამიტომ საკუთარი ძალებით რაც სურს ის რიცხვები დაასახელოს და გაშიფროს. ახლა კი გადავიდეთ ბაშპლემის ფილის გაშიფრვას. ბაშპლემის ფილის B ჰორიზონტალური ხაზის პირველ სიმბოლოს მივადეკით. ჩვენ ეს გავშიფრეთ მეორე სიმბოლო და მოგახსენეთ, რომ აი ამით ციფრის 3-ით დავიწყეთ გაშიფრვა თქო. B ჰორიზონტალური ხაზის პირველი სიმბოლოა ეს, შემდეგი არის ეს. ჩვენს მიერ გაშიფრული ბაშპლემის ფილის ტექსტი ადასტურებს, რომ არსებობდა ერთი საერთო წინარე ენა, რომელზეც საუბრობდნენ იმ უძველეს დროში განსახლებული ადამიანები ერთ ლოკალურ ტერიტორიაზე, ვიდრე მათი განბნევა მოხდებოდა მთელს დედამიწაზე და ჩამოყალიბდებოდნენ ეთნოსებად. მათმა როგორც ტერიტორიულმა, ასევე კულტურულმა დაშორებამ გამოიწვია ერთი საერთო წინარე ენიდან სხვადასხვა ენების ჩამოყალიბება, რომლებიც
ტრანსფორმირდნენ კულტურული და სოციალური განსხვავებულობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ბაშმლების სპილის დამწერლობა წარმოადგენს დაშლამდელ ენას, ანუ როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ პირველწოდებულ ენას, რომელშიც კონსოლიდირებული იყო სხვადასხვა ენებიდან სიტყვები, შემორჩენილი უძველესი ფორმებითა და ფონეტიკური შესატყვისებით სხვადასხვა ენებში. ასევეა ერთი საერთო წინანდ დამწერლობაც, რომელიც აისახა სხვადასხვა დამწერლობებში. მისი სიმბოლოები სხვადასხვა უძველეს დამწერლობებში შემორჩა იმის მიხედვით, თუ რომელ ენაში რომელი სიმბოლოს საჭიროება აისახა. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ენა სხვადასხვაგვარად იყენებს ბგერებს. ერთ კონკრეტულ ენაში თუ აუცილებლობაა კონკრეტული ბგერის არსებობისა, სხვა ენას შესაძლოა საერთოდ არ ესაჭიროებოდეს აღნიშნული ბგერა და არც დამწერლობის სიმბოლო, რომელიც ამ ბგერას წარმოადგენს. ამიტომ, როგორც უძველესი საერთო ენიდან შემორჩა სხვადასხვა ენებში საერთო წინარე სიტყვები, ასევე აისახა სხვადასხვა უძველეს დამწერლობებში საერთო წინარე დამწერლობის სიმბოლოებიც, შეცვლილი ან შეუცვლელი ფონეტიკური მნიშვნელობით. ჩვენი ეს დასკვნა წარმოდგენილია არგუმენტირებულად წინა ვიდეოებში და გთხოვთ უყუროთ. აქ კი უნდა შევეხოთ მეცნიერთა მხრიდან ბაშმლების სპილის დათარიღების საკითხს, რომელიც ჩვენი აზრით არ წარმოადგენს სიმართლეს და აი რატომ. ინფორმაცია მეცნიერთა მხრიდან ბაზალტის ფირფი და დაახლოებით iPad-ის ზომისა და Z ამოტვიფრულია 39 სხვადასხვა სიმბოლო, ჯამში 60 წარწერით, რომლებიც 7 ხაზია განლაგებული. არა, 6 ხაზია განლაგებული. აი ესენი თვლიან ამას მეშვიდე ხაზად და სინამდვილეში ეს ერთი ხაზია, ანუ ერთი ჰორიზონტალური ხაზი. აი რას ამბობენ, სიმბოლოების გასაკეთებლად უძველეს ხელოსნებს მოწინავე მეთოდები აქვთ გამოყენებული, მათ შორის კონუსური ბურღი, რომლითაც სიმბოლოების საწყისი მონაკვეთებია შექმნილი. ამის შემდეგ კი ნიშნების გასასწორებლად გამოყენებული აქვთ მრგლოვანი ხელსაწყოები. ბაზალტის სიმტკიცედან ნიშნების სიზუსტე მიუთითებს ხელოსნების უნარების მაღალ დონესა და ამოტვიფრის დახვეწილ მეთოდზე. რა საოცარი მეცნიერები გვყავს ამ მიმართულებით, რომ ამბობთ მოწინავე მეთოდებიაო გამოყენებული, როგორ დაადგინეთ, ანსაც წაიკითხეთ ამ ტექნოლოგიის არსებობის შესახებ. ასევე კონუსური ბურღით არის სიმბოლოების საწყისი მონაკვეთები შესრულებულიო. რა მასალისაგან იყო ეს ბურღები დამზადებული? აქ მოერიდნენ რკინის დასახელებას, მაგრამ ფილის დათარიღებაში ასახეს ეს პერიოდი, გვიან ბრინჯაოს ან ადრეული რკინის ხანაო. აი ამიტომ თქვენს ეს თარიღი. ქიმიური ან სხვა სახის ანალიზი კი არ ჩაუტარეს ფილას და ისე კი არ დაადგინეს წარწერის თარიღი, რაც ურთულესი დასადგენია, არამედ რადგან ბაზალტის დამუშავება შესაძლებელია რკინის ინსტრუმენტებით, ამიტომაა ეს ფილა ამ ასაკისო. ასევე ქნეს გრაკლიანის დამწერლობითი არტეფაქტების შემთხვევაშიც. ეს გამოსახულებები, ორნამენტები კიაო, მაგრამ თუ დამწერლობის ნიმუში იქნებაო, მაშინ იგი უნდა იყოს ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნისო, რადგან ქართულ ამბანს ანრამეული ამბანიდან წარმოშობილად დღემდე თვლიან ჩვენი პოსტსაბჭოთა მეცნიერები. არაფრით არ სურთ ქართული ამბანის ანრამეულზე უხნესობის დაფიქსირება. მერე უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ქიმიური ანალიზით, როცა გაირკვა, რომ გრაკლიანის წარწერები ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოს ან ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის დასაწყისს განეკუთვნებაო, ეს თარიღი საერთოდ დაივიწყეს. შემდეგ ისევ მეცნიერები. ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპით ჩატარებული კვლევები იმდებარე გარემოს აეროშესწავლა და არქეოლოგიური ჩანაწერები მიუთითებს, რომ ფილა მიმდებარე ბაზალტიდანაა აღებული, სავარაუდოდ გვიანდელ ბრინჯაოს ან ადრეულ რკინის ხანაში, ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში.
დიახ, სრულიად შესაძლებელია ადგილობრივი ბაზალტის მასალა იყოს გამოყენებული, რადგან ამ ფილის ასაკი ძალიან ძველია. მისი ტექსტიდან გამომდინარე და წარღვნის ან შემდგომი პერიოდისა უნდა იყოს, როცა ჯერ კიდევ ერთად ცხოვრობდნენ ნოე და მისი შვილები. ოღონდ გამომდინარე ბაშპლემის ფილის ტექნოლოგიური დამუშავებიდან და ტექსტის დატანით, ეს არტეფაქტი სავარაუდოდ არ უნდა წარმოადგენდეს მარტო ადამიანის ხელთქმნილს. დანარჩენზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ჩვენ უამრავი არგუმენტი მოვიყვანოთ ამ დასკვნის გასამყარებლად. მანამდე კი ეს ციტატა გავიხსენოთ. სირიანენი და ეთიოპიენი მყოფნი გძლად შემდგომ ამ ცხოვრებდა ნილოსის კიდესათა არა იყვნენ ჯერეთ პირველად ერთა შორის აღრიცხული. შთამომავლობა მათი გამოვიდა პირველ ცხოვრებდა ერთაგან კავკასიისათა, რომელნიცა გამრავლებოდნენ მთათა ზედა ატლანტიისა და ლივანიისა. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდის 3 სტატია 1. ისევ თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდის 3 სტატია 2. სათანადო არს უწყებად ასულელთათვის არს ყოფისა, ესე იგი შთამოსირვისა მათისა. პირველ სამყოფათა ერთაგან იყვნენ კავკასიელნი. ესეც წარმოდგენილი გვაქვს ვიდეოებში. შემდეგი ჯუანშერი ქართლის ცხოვრება და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს და დაუტევნა ჰინდურად მზრახვენი ჰინდეთს, სინდნი სინდეთს, ხრომნი ხრომს, ბერძენი საბერძნეს, აგდა მაგუგ მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს. ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო და ესე არიან 7 ენანი, რომელნი ნებროთამდე ზრახვიდეს. ახლა ცირედი გამარტება დაშლამდელ ენაში გამოყენებულ სიტყვებზე. საერთო უძველესმა სიტყვებმა სხვადასხვა ენაში დროთა განმავლობაში შეიძინა სხვადასხვა ეტიმოლოგიური მნიშვნელობებიც. ამიტომ აქ მთავარია ის პირვანდელი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა დავადგინოთ, რაც ტექსტის გაშიფვრის პროცესში თანდათან ვლინდება და დასტურდება, როდესაც აღნიშნული სიტყვა როგორც შინაარსობრივად, ასევე გრაფიკულად ემთხვევა უძველესი ტექსტის აზრს. მით უმეტეს, როდესაც აღნიშნული სიმბოლო თუ კიდევ მეორდება ერთი და იგივე ტექსტში და იგივე ეტიმოლოგიური მნიშვნელობით იკითხება. რაც ბაშპლემის ფილის დამწერლობის B ჰორიზონტალური ხაზის პირველ სიმბოლოს შემთხვევაში გვხვდება. აი ეს სიმბოლო მეორდება აი აქ სწორედ ბოლო ხაზში. აი ჩვენს მიერ გაშიფრული ბაშპლემის ფილის დამწერლობა წარმოადგენს ლოგოგრაფიულ დამწერლობას. ახლა რას ნიშნავს ლოგოგრაფიული დამწერლობა? არის წერის სისტემა, სადაც სიმბოლოები, ლოგოგრამები წარმოადგენენ თლიან სიტყვებს ან მორფემებს, მნიშვნელოვან ერთეულებს, ბგერის ნაცვლად. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ B ჰორიზონტალური ხაზის პირველი სიმბოლო სიტყვად, რადგან მეორე სიმბოლო წარმოადგენდა რიცხვით მნიშვნელობას, კონკრეტულად 3-ს. აგიხსენით წინა ვიდეოში. აი რატომ ჩავთვალეთ, რომ ეს სიტყვა იქნებოდეს, რადგან რიცხვითი მნიშვნელობის აღმნიშვნელი იყო. ამის მთავარი თანამედროვე მაგალითია ჩინური, იაპონური კანჯი და ისტორიულად კორეულ, ვიეტნამური ენების მიერ გამოყენებული ჩინური იდეოგრამები. ეს დამწერლობები მოითხოვს ათობით სიმბოლოს, ბოდიში, რომლებიც ხშირად აერთიანებენ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ სემანტიკურ და ბგერებზე დაფუძნებულ ფონეტიკურ კომპონენტებს. ხოლო უძველესი სისტემები, როგორიცაა ეგვიპტური იეროგლიფები და მაიას დამწერლობა, ასევე ლოგოგრაფიულია. ერთ სიმბოლოს მაგალითად აი ამას ეს გრაკლიანის დამწერლობაში გვხვდება და საინტერესოა. აი ამას შენ ჩინურად თა წარმოადგენს მთელ კონცეფციას, ანუ სიტყვას. ჰომოფონების ერთნაირად ჟღერადი, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვების გასარჩევად ლოგოგრაფიული სისტემები იყენებდნენ სხვადასხვა სიმბოლოებს.
ეგვიპტური იეროგლიფები უძველესი სისტემაა ლოგოგრაფიული ელემენტებით. მაიას დამწერლობაც უძველესი ლოგოგრაფიული სისტემაა. ლურსმული ფორმა, ადრეული ფორმები მოიცავდა ლოგოგრამებს, რომლებიც განვითარდა ლოგოგრაფიული და სილაბურის გამოყენების შესარევად, ბოდიში, რომ შერეულიყო ერთმანეთში. ლოგოგრამები სიტყვაზე დაფუძნებული სიმბოლოებია. თითოეული სიმბოლო აღნიშნავს სიტყვას ან სიტყვის მნიშვნელოვან ნაწილს და არა მხოლოდ ასოს ან მართვას. მნიშვნელოვანი ერთეულები, ესე იგი, სიმბოლოები წარმოადგენენ სემანტიკურ ერთეულებს, რაც მათ განასხვავებს ამბანისაგან, სადაც სიმბოლოები, ასოები წარმოადგენენ ბგერებს, ფონემებს. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ენის ლექსიკის წარმოსადგენად საჭიროა სიმბოლოების დიდი რაოდენობა, ათასობით როგორც აღვნიშნეთ. არა ლოგოგრაფიული წერის სისტემებში ცალკეული სიმბოლოები პირდაპირ წარმოადგენენ ბგერებს და არ გააჩნიათ რაიმე თანდაყოლილი მნიშვნელობა. ახლა გავეცნოთ აი ამ ტექსტს. მაგალითს მოვიყვანთ ლოგოგრაფიულ სიმბოლოზე. შიენ თა ჩინურად, რომლის გრაფიკული გამოსახულება ავლენს როგორც ვიზუალურ, ასევე ფონეტიკურ და ეტიმოლოგიურ მსგავსებას კუფურ სიმბოლოსთან S, ბორის სიმბოლოსთან Ш, არამეულ სიმბოლოსთან Ш და ყველაზე მთავარი გრაკლიანი საკურთხევლის წარწერის სიმბოლოსთან, ჩვენს მიერ გაშიფრულ S-თან. თქვენ იცით, აი აქ დააკვირდით და აქ მითითებულია ყველა. რადგან ჩინური დამწერლობა ლოგოგრაფიულია, აგიტომ ეს ერთი სიმბოლო, აი ეს სიმბოლო შენ აღნიშნავს ერთ სიტყვას, მთას, ხოლო გრაკლიანის წარწერის მთავარი ნაწილი ამბანურია და მისი სიმბოლო S იკითხება როგორც ერთი ბგერა და სიონ სიტყვის, რომელიც მთას ნიშნავს დასაწერად, კიდევ ორი სიმბოლოა გამოყენებული, ანუ S პლუს იოტა, როგორც იცით, აქ ბოლოში არის იოტა და ენი. ჩინურად თა არის შიენ, ხოლო გრაკლიანი საკურთხევლის წარწერაზე ჩვენს მიერ გაშიფრული სიტყვა მთა სიონ ავლენს მსგავსებას ჩინურ სიტყვასთან. ახლა გადავიდეთ უშუალოდ აი ამ სიმბოლოს განხილვაზე. აქ დააკვირდით, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს რომელი სიმბოლო, რომელ დამწერლობა შეესაბამება და მარცვალი ამისი არის ფონეტიკური შესატყვისი არის Q. ბაშპლების ფილის დამწერლობის სიმბოლო Q, რომლის ფონეტიკური შესატყვისი იკითხება Y სილაბარიდან, მინუსური დამწერლობიდან და რა თქმა უნდა ჩვენს მიერ დადგენილი ბაშპლების ფილის ტექსტიდანაც ერთ და იგივეა ყველა დამწერლობაში, რაც ჩამოვთვალეთ, რომლის ეტიმოლოგიური შესატყვისია აფარის ენაში არსებული სიტყვა Q ნიშნავს შენი. ეს უძველესი სიტყვა შემორჩენილია აფარის ენაში, უძველესი ეტიმოლოგიითვე. ჩვენს მიერ გაშიფრულ ბაშპლების ფილის ტექსტში აღნიშნული სიმბოლო ორჯერ მეორდება და ორივეჯერ იკითხება როგორც შენი, რაც კიდევ ერთი დასტურია ჩვენს მიერ გაშიფრული ბაშპლების ფილის ტექსტის სწორად წაკითხვისა. ჩვენ აგიხსენით, სად იკითხება ერთ და იგივე დამწერლობით. ხომ აგიც ისა ერთ და იგივე გამოსახულებით სად არის? აი აქაც და აქაც და ორივეგან არის შენი 3 აქ. და აქ როცა ჩამოვალთ, გეტყვით რას ნიშნავს. იქაც არის შენი და შემდეგი სიტყვა რა არის, მასაც აგიხსნით. დაწვრილებით. შემდეგ გადავიდეთ აი ამ გრაფიკულ გამოსახულებაზე და გთხოვთ ამასაც გაეცნოთ. ამას ჩვენ დავდებთ ცალკე კიდე კომენტარებში, მაგრამ შეგიძლიათ აქაც გაეცნოთ. დასკვნა. ბაშპლების ფილის დამწერლობა წარმოადგენს ლოგოგრაფიულ დამწერლობას, რომელიც თავის მხრივ არის დამწერლობის უძველესი ფორმა, ხოლო მასზე დატანილი სიმბოლოები იძებნება სხვადასხვა უძველეს დამწერლობებში, ფონეტიკური მნიშვნელობით და მათი ეტიმოლოგიური შესატყვისები კი
შემორჩენილია სხვადასხვა ენებში, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავს უძველესი საერთო წინარე ენის დაშლას. ასევე იგივე საკითხი ვითარდება წინარე საერთო დამწერლობასთან დაკავშირებითაც, რომლის სიმბოლოების გაბნეულია სხვადასხვა უძველეს დამწერლობებში და ამაზეც ბევრი ვიდეო გვაქვს ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ამით დავასრულოთ B ჰორიზონტალური ხაზის პირველი სიმბოლოს განხილვა და უпростоრად მეორე სიმბოლოსიც, იმიტომ რომ ორი სიმბოლოს უკვე მოგახსენეთ, შენი 3. ეს ორი სიმბოლო. შემდეგ გადავალთ აი ამ სიმბოლოზე და მივყვებით თანმიმდევრობით. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. თუ გსურთ გაიგოთ საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ სიმართლე და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. აგრეთვე დაგვიწერეთ კომენტარები. მადლობა.